უკრაინულმა ფერმერმა განადგურებული რუსული ტანკი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ნაღმსაწმენდ მანქანად გადააქცია. მისი მინდვრები სავსე იყო რუსული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით და ყოველ ჯერზე, როცა ტრაქტორს მართავდა, სიცოცხლეს რისკავდა. ხედავთ, როცა რუსული ძალები უკან იხევენ, მიწას ასაფეთქებლებითა და უამრავი მახით ტოვებენ. სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ უკრაინის მიწა, რომელიც დაახლოებით ფლორიდის ზომისა, უსაფრთხო აღარ არის არც ფეხით გადასავლელად და არც მანქანით გადასავლელად. ეს საშიში საჩუქრები უკრაინელებისთვის ცხოვრების გაუსაძლისად გასაკეთებლადაა განკუთვნილი, რათა რუსეთმა თუ კი მიწას ვერ დაიკავებს, ვერც უკრაინელებმა შეძლონ მისი გამოყენება. ზოგიერთ რეგიონში რუსებმა მთელი პირუთვის ჯოგებიც კი ამოხოცეს, ან ძალით შიმშილით მოკლეს. რაც ასეთ სათაურებს იწვევს. და სწორედ აქ ჩნდება ჩვენი ფერმერი ალექსანდრე. ერთხელ, როცა ის ტრაქტორით მიდიოდა, მისმა ტრაქტორმა ნაღმს დაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ ტრაქტორის წინა ნაწილი მთლიანად დაინგრა, საბედნიეროდ ყველა, ვინც შიგნით იყო, გადარჩა. ეხლა, უმეტესობა ამას იღბლად ჩათვლიდა და გაჩერდებოდა. მაგრამ არა ალექსანდრე. მან გადაწყვიტა, რომ გამოსავალი იპოვა. აბა, რა გააკეთა მან? მან ახლოს განადგურებული რუსული ტანკიდან ჯავშანი მოხსნა და სხვა ტრაქტორს მიამაგრა. კიდევ რამდენიმე ესეთი მარტივი მოდიფიკაციის შემდეგ, მან მიიღო გადაკეთებული ნაღმსაწმენდი მონსტრი, რომელსაც უსაფრთხო მანძილიდან მართავს. საკმაოდ ჭკვიანურია, არა? და როგორც არ უნდა ჟღერდეს ეს სიგიჟეთ, ეს მოდიფიცირებული ტრაქტორი ნამდვილად ეფექტიანია ნაღმებთან გამკლავებაში. ნაღმების გაწმენდის სამუშაო, რომელსაც წლები და დიდი რისკი დასჭირდებოდა, ახლა მარტივად და უსაფრთხოდ სრულდება. ხარკოვში ერთმა კაცმა კითხვა, რომ ამ მიდგომამ ერთი მინდორი დაახლოებით 500 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმისგან გაწმენდაში დაეხმარა. თუ ასეთი საინტერესო ისტორიები მოგწონთ, გამოიწერეთ არხი.